ელექტორატზე მუშაობს, პრინციპში დაიწყო უკვე ეს წინა საარჩევნო პერიოდი და საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობის პროცესი იმისთვის, რომ აი ეს მცდელობები რეალურ შედეგზე ამსახველი არ აღმოჩნდეს. ბატონი პატა ამბობდა, რომ ეს ხალხის მოსყიდვისთვის არის პარტიის ბიუჯეტს იქეთ დასახარჯი ფულია, დასახარჯი ფული იხარჯება იმისთვის, რომ 10-ის ნაცვლად 20 ხმა წაიღონ და ასე შემდეგ. რითი უშლით ხელს თუ კი იმასაც შეცვლის, იმასაც და საბოლოო ჯამში ფულსაც უფრო მეც დახარჯავს მაშინ რა გამოდის? მოგესალმებით პირველ რიგში, მეც მივუერთდები პაატას და იმედია გავიმარჯვებთ დღეს. მეც კი ჩავერთებ აქ პროცესში ადამიანი, რომელსაც ფეხბურთთან საერთოდ ახლოს არ არის, წინა თამაშს ვუყურე და მივხვდი რომ ნერვები დამეგლიჯა, მაგრამ ავაპირებ რომ დღესაც აუცილებლად ვუყურო ამ თამაშს. ხო, რაც ეხება საარჩევნოს, ეხლა ისეთ პერიოდია, სადაც ბევრი ცვლილება იქნება, რაღაც ცვლილებიც იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში, ეხლა შემოვა, ან უკვე შემოსულია, იმიტომ რომ ისეთ პერიოდია, როცა უკვე იმის შემდეგ უკვე აღარ შეიძლება ცვლილებების შეტანა. ამიტომ ეს თემა ნამდვილად აქტუალური იქნება რამდენიმე კვირა. ეხლა რაც ეხება ქართულ ოცნებას, ზოგადად ეხლა ვერაფერს ვერ უზარმავ ქართულ ოცნებასთან, ბიუჯეტს გამოიყენეს იმისთვის, რომ ხალხი მოისყიდოს. ეს ზოგადად ყველა მთავრობა ამას აკეთებს, ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიის პირობებში, მაგრამ ყოველს მასშტაბს აქვს მნიშვნელობა და ასე ვთქვათ ხარისხს. ერთია პენსიები დაპირდა და თუნდაც ეს არ იყოს სიმართლე, მაგრამ გასაგებია, რომ ეს ამორჩევლის მოსყიდვის ნაირსახეობაა, მაგრამ სრულიად ლეგიტიმური ნაირსახეობაა. და მეორეა უბრალოდ ფული დაურიგო ვიღაცებს და თქვა რომ აი წადი არჩევნებზე. სხვადასხვა ამ ნაწილში მე მგონი ჩვენი ემიგრაციის დიდი როლი შეიძლება იყოს. იმიტომ რომ მე მესმის რომ ამ რეალობაში არანაირ უბნებს არ გახსნიან. ისიც მესმის რომ ბევრი ჩვენი ემიგრანტი ვერ წავა საარჩევნო უბანზე. 20-20-ის ბევრი ემიგრანტი იყო, მაგრამ გავლენა ფაქტორიად არ ქონია არჩევნების შედეგზე ემიგრაციის ხმებს. მაგრამ ბევრი მათგანი აგზავნის საქართველოში ფულს. ათასობით და 10,000-ობით ადამიანი ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობს მათ ხარჯზე. და ამ ხალხთან მივა ქართული ოცნების აგიტატორი. შესთავაზებს ფულს. ხო და ისინი რომ ფულს აგზავნიან, რომ გაუგზავნიან თავის მეგობრებს, ნათესავებს, ჯერ უნდა სთხოვონ რომ არჩევნებზე წავიდნენ. და მეორე იმ პარტიას მისცეს, რომელსაც იმ ემიგრანტს უნდა. ანუ თუ კი დამატებით უბნებს არის გახსნის უფლებას არ მისცემენ, ეს არის გამოსავლად ამის ჩამოყალიბება. ემიგრანტებმა უნდა ჩვენ მოსახლეობას, რომელიც სახლში ზის, ან რომელიც შეიძლება წავიდეს, იმიტომ რომ ქართული ოცნების ვიღაცა აგიტატორი 200 ლარი შესთავაზა, ამის ნაცვლად თვითონ ემიგრანტი, რომელიც არჩენს ამ ადამიანს, მათ ოჯახებს და ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდ რაოდენობაზეა საუბარი. უნდა მოუწოდეს სინამდვილეში, რომ წავიდნენ არჩევნებზე და მათ ემიგრანტისთვის საშუალო პარტიას მისცეს ხმა. თუ ამ ადამიანს თავისი სრულები არ აქვს, სახში ჯერმა ურჩევნია, ან 200 ლარად ყიდის თავის ხმას, ის ემიგრანტი ხო ბიროდ მეც ურიცხავს ყოველწლიურად. და ბარემ თავის ნათესავს მეგობარს დაუჯეროს, ვიდრე ქართული ოცნების აგიტატორს. და მე მგონი ეს ყველაზე კარგი რაც შეიძლება გააკეთოს ემიგრანტებმა და თუ მაგალითად აი ელემენტარულად წავიღოთ, აი ამერიკაში ხა დიდი მანძილებია და ნიუ-იორკში ჩახვიდეს სადღაც ტეხასიდან ფაქტობრივად შეუძლებელი ამოცანა ძალიან ძვირიჭდება. ეს ფული პარტიას ჩაურიცხოს, სასულიერო პარტიას გადაურიცხონ და პარტია ამ ფულით უფრო მეტხვებს იშოვის აქვე. ანუ სიამდვილეში ჩვენ ემიგრაციას მე ამჯერა რომ ჩვენ ახლა შეიძლება რაღაცა გავახსნევინოთ 1000 უბანი. გასაგებია რომ ქართული ოცნება ამით ხმებს დაკარგავს. და ამაზე ხო შეგნებულად ხო ვერ წავა რა რაღაცნაირი ის, მაგრამ ჩვენ თუ ემიგრაციას თუმცა ხმებს დაკარგავს ოპოზიციაც. თუ კი არ ექნება გახსნილი დამატებით. ხო, მე ვამბობ რომ თუ გაიხსნება ქართული ოცნება დაკარგავს, თუ არ გაიხსნება ოპოზიცია დაკარგავს და მაგრამ ამიტომაც არ გახსნის ქართული ოცნება ამას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ემიგრანტებთან ვიმუშაოთ, გარდა იმ რამდენი უბნისა, მაგრამ ნიუ-იორკში არის დიდი პერსპექტივა, იმიტომ რომ მაინც მჭიდრო დასახლებული და დიდი ქალაქია და ბევრი ემიგრანტი, რამდენიმე ასეთი ადგილი არის, სადაც ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ჩემი აზრით, როგორც რეგიონებში მუშაობენ. მაგრამ ამის იქეთ ჩვენ ამ ემიგრანტებს უნდა მოუწოდოთ, რომ უბრალოდ ვინც საქართველოში ყავთ ნათესავები მეგობრები იმათ უთხრა წავიდნენ არჩევნებზე, იმათმა გააკეთონ სწორი არჩევანი. რომ გადავთვალოთ რამდენია, კი ბევრად უფრო სერიოზული გავლენა ექნება ეს ადგილობრივ არჩევნების შედეგებზე, ვიდრე ის რომ ნუ თუნდაც არის 10, 20, 50 უბანი გაიხსნას, რაც იმისის კი ამჯერად ამას გააკეთებენ. ასე რომ საბოლოო ჯამში გასაგებია რომ ქართული ოცნება ამ რესურსს გამოიყენებს. ოპოზიციის ამოცანა უბრალოდ ისე დამაჯერებლად მოიგოს, ისეთი რეიტინგით მივიდეს არჩევნებზე, რომ აიც რაღაც რამდენიმე პროცენტიანი манипуляცია შეიძლება მიიღოს. დამაჯერებლად მოგების შანსებს ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ? არსებობს დამაჯერებლად მოგების შანსები ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი და ეს ბერკეტები, მნიშვნელოვანი ბერკეტები, რაც რეალობაში არჩევნებს იგებს ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, ქართული ოცნების ხელშია.
რა თქმა უნდა არსებობს, ყოველთვის არსებობს. პრობლემა არის ის, რომ არ შეიძლება ადმინისტრაციულ რესურსს ამ პროპაგანდას დაუპირისპირო უბრალოდ პროპაგანდა და თქვა, აი თუ კოცებს აქვს 10 მილიარდი, შენ რა ვიცი, ეცადო 100 მილიონი თემის გაკეთება, ხო? ანუ მოსყიდვა მაგათად პრიმიტიული, ხო? ასეთი რაღაცები არ მუშაობს, მაგრამ შენ თუ დაუპირისპირებ გასაგებ იდეას, გასაგებ წარმოდგენას, თუ რა გინდა, როცა მოიგებ. მაშინ ეს უფრო ძვირია ადამიანისთვის, ვიდრე რაღაც 200 ლარი, რომელიც ქართული ოცნების აგიტატორი მოგცემს. ამიტომ საბოლოო ჯამში მარტივი რაღაც არის, ისეთი რაღაც უნდა დაპირდე და ისეთი დამაჯერებლობით, რომ შენი დაპირება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე 200 ლარი, რომელსაც გადაუხდიან. ეს თუ ვერ გააკეთე, შენ თუ 200 ლარს ვერ აჯობებ. წინა არჩევნების შემთხვევაში ამ დამაჯერებლობა აკლდათ, ნუ პატა. ყოველთვის დამაჯერებლობა აკლდა ოპოზიციას. ვერწონი და პინაზე, როდესაც ქართული ოცნების დარიგებული პირობითა 200 ლარი ანდა ოპოზიციის ერთ მაგალითს მოვიყვან და პატას დავუთმობ რა, ელემენტად წამოიდგინე, რომ საამორჩეველი უყურებს და პარტიები ჩამოდგებიან და ყვებიან, რომ მე 1000 ლარი, მე 1100 ლარი, 500 ლარი, 1000 ლარი. ეს აუქციონს მსგავსება ხოლმე წინას არჩევნებს. შეიძლება რომელიღაც მათგანი გულწრფელია ამ ოპოზიციაში, მაგრამ საერთო სურათს რო შეხედო, ეს ხდება, რომ ამორჩეველი, რა ვიცი, ვიღაცები ხო აშკარად მატყუებენ და ეს აგდებს მერე ნდობას ზოგადად. ვიღაცები როდეს რომ არ ატყუებდნენ, საჭირო და საუკეთესო გამოსავალი არის განმარტება პირობითად როგორი გასცემთ 1100 ლარიან პენსიას. აი მაგალითად თქვენ რომელიც უკვე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იბრძვით, ხო, წინა საარჩევნო პერიოდში და თქვენც კითხავთ აუცილებლად. გავიგეთ ოცნება რას აკეთებს. ახლა მთავარი კითხვა რას აკეთებს ოპოზიცია გარდა იმისა რომ კი ესაუბრება ხალხს. კი ბატონო. ძალიან კარგი